დღეს იცით თქვენ რომ უკვე წმინდა წერილი ითარგმნა სვანურათაც და მეგრულათაც. აი ის რაც ჩვენ გვაერთიანებდა, სწორედ საღვთისმსახურო ენა არის. ფინანსეს ეს თარგმანი და ამას თუ ჩვენ გულგრილად შევხედავთ, არა იმიტომ რომ ან სამეგრელოს, ან სვანების ჩემი თავი ენაცოლოს მათ, მაგრამ მათ წინაპრებს ეს უკვე გადაჭრილი პრობლემა იყო და ამაზე შეიძლება ჩვენ ველაპარაკავთ მეგრულად ან სვანურად თუ ის იქნებოდა სამწერლობო ენა და ახლა იმის რევიზია ნიშნავს იმას, რომ ისიც დაიკარგება და აღარაფერი არ დარჩება ჩვენგან. აღარაფერი არ დარჩება და ამაზე არ არიღებს, როგორ ლევან დადიანმა როცა მამუკა თავაქარაშვილი წაიყვანა და ვეფხისტყაოსანი გადააწერინა, ყველაზე უძველესი ქართული ნუსხა ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის არის სწორედ დადიანისეული. მეგრულად არ იცოდა ლევან დადიანმა მეგრული? რატო არ დააწერინა? ამიტომ ეს არის ძალიან სახიფათო და საშიში და რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ და თუ გინდათ ხო და ეგ ტენდენცია, აი მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სწორედ ყოველთვის ჩვენი ერთიანობის იდეას, ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და აი დასავლეთ საქართველოში ლიხთიმერეთსა და აფხაზთა საკათალიკოსო ცენტრი ჯერ ბიჭვინთაში მე-17 საუკუნემდე, ხოლო მე-17 საუკუნის 50-იან 60-იან წლებში ზაქარია ქვარიანმა ლიხთიმერეთსა და აფხაზთა კათალიკოს პატრიარქმა, რადგანაც აფხაზთა ტერიტორიაზე ფაქტიურად აღარ იყო ქრისტიანები, ისინი თურქ ოსმალებმა გააჟლიტეს, შემდეგ ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდა, ასე რომ ვთქვათ, ჩრდილო კავკასიელთა მიგრაციული პროცესები აქ გრძელდება, აი მაგალითად არქანჯელო ლამბერტის საგანგებო წერს არის ტაძრები, მაგრამ ამ ტაძარში აქ ცხოვრები ხალხი არც ერთი არ შედის, ესე იგი ისინი არ არიან ქრისტიანები, ასეთ პირობებში იქ საკათალიკოსოს არსებობას აზრი არ ჰქონდა და გადმოვიდა გელათში. ისინი იყვნენ ერთიანობის, ასე რომ ვთქვათ, მქადაგებელნი და პრაქტიკულად ამის ცხოვრებაში გამტარებელნიც. ამის შემდეგ საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ეცხოვრა, ეს იქნებოდა სამეგრელო, გურია, იმერეთი თუ ყველა თავისავს პირველ ყოვლისა ქართველს უწოდებდა. მე იყო იმ კუთხის შვილი, პირველ ყოვლისა იყო ქართველი. პროცესები არის ძალიან რთული დღეს. თქვენ იცით რომ ის რაც მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიამ ვერ გააკეთა, როდესაც უსლარის სვანურ ანბანს წერდა და არ მიიღო სვანებმა და თადააშორდიამ მეგრული ანბანი შეადგინა და არ მიიღო სამეგრელოს მოსახლეობა,